საპარლამენტო მანდატების არ გამოყენება ის იყო შეცდომა. საქართველოში დაშვებული შეცდომის აღიარება გიორგი გახარიას გერმანიიდან უწევს. თავად ქვეყნიდან გაქცეულს ქვეყანაში დატოვებული თანაგუნდელებისთვის ახლა საპარლამენტო მანდატებიც ემეტება და შეცდომის გამოსწორების რესურსსაც ხედავს. ამ შეცდომის გამოსწერების პატარა რესურსი გვაქვს დარჩენილი. შევძლებთ ამის გამოყენებას თუ ვერ შევძლებთ, ეს პირდაპირ იქნება დამოკიდებული იმ პოლიტიკურ გარემოსთან, რომელიც შეიქმნება ქვეყანაში მუნიციპალური არჩევნების შემდეგ. ამ აღიარებისთვის გიორგი გახარიას თითქმის 1 წელი დასჭირდა. მანამდე კი საკუთარ თავსაც და 11 თანამებრძოლსაც ხალხისგან მინიჭებული მანდატი დააკარგვინა, თუმცა ახლა ახალი შანსი დაინახა თანაც იმ ფონზე, რომ პარლამენტმა მისი პარტიის საარჩევნო სიის მომდევნო 12 წევრის უფლება მოსილება ცნო. შეცდომა არის გარდაუვალი შედეგი იმ პოლიტიკისა, როდესაც არასაკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან, არამედ გარედან ნაკარნახევი დღის წესრიგით მოქმედებ. ჩაერთვებიან თუ არა საპარლამენტო საქმიანობაში. გახარიას თანაპარტიელებმა ეს ჯერ არ იციან. ლიდერის გარეშე დარჩენილები დირექტივებს მაინც მისგან ელოდებიან. ის კი საქართველოში დაბრუნებას ჯერ არ აპირებს და თავს გერმანიას აფარებს. დღეს ის არის უცხო ქვეყნის რეზიდენტი, ჩვეულებრივი ბოლი და ყოფითი მატყუარა არის. აწმყოში ამ სამართლებრივი თუ პოლიტიკური სტატუსით და წარსულში დაგროვებული ღალატის მაგალითებით გიორგი გახარიას პოლიტიკურ მომავალს ქართული ოცნება ვეღარ ხედავს. მის თანაგუნდელებს კი რეალობისთვის თვალის გასწორებას ურჩევენ. 12 ადამიანს მოუწოდებ, რომ დაფიქრდნენ. ხო გაიაზრონ ხა, მართლა მე მგონი დღეს პოზიცია, ოპოზიცია თუ ყველა პოლიტიკური ძალა თუ არაპოლიტიკური ძალა ერთ რამეზე თანხდება. იმაზე რაც ჩვენ თავის დოზე ვთქვით, რომ გიორგი გახარია არის ჩვეულებრივი ბოლი. როგორც ჩანს, ისინი ხვდებიან თავის შეცდომას, ისინი ხვდებიან, რომ ასეთი დესტრუქციული ქმედებებით, რადიკალიზმით, ბოიკოტირებით ვერანაირ შედეგს სათავისოდ ვერ მიიღებენ. ასეთი მოქმედებებით მხოლოდ თვით მარგინალიზაციას ახდენენ. საკუთარი ამომრჩეველი გადააგდო ამ ადამიანმა და საკუთარი გუნდის წევრებიც კი გადააგდო, ესეც გვახსოვს. შესაბამისად, ამიტომაც ვამბობთ, რომ ნულოვანია პრაქტიკულად სანდოობა მის მიმართ მისივე ამომრჩევლებში და ამიტომაც ვამბობთ, რომ არის ნაცმოძრაობის ერთ-ერთი განსხვავებული შეიძლება, მაგრამ მაინც ფილიალი. პოლიტიკური მარცხის აღიარება გახარიას უკვე მოუწია. ახლა შეცდომის გამოსწორების რესურს გერმანიიდან ეძებს, სადაც თავშესაფარი და ხანგრძლივი ბინადრობის უფლება მოიპოვა.